მოგესალმებით, თქვენ უყურებთ 20 წუთს ახალზე და დღეს როგორც ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან და ხალხისთვის საჭირო და საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ. ფასები, სასურსათო პროდუქტები, რძის პროდუქტები, რომლებიც ძალიან ბევრი ადამიანის მენიუში დღეს უკვე ფუფუნების საგნად გადაიქცა. Რაღა თქმა უნდა, 20 წუთს ჩვენ მიყოლეთ ასოციაციის პრეზიდენტ ქალბატონ ანა მიქაძესთან ერთად გავატარებთ. ანა, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. მე მინდა რომ დღეს პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და ვისაუბროთ. მე ვადევნებ ხოლმე თვალს ძალიან აქტიურად ხარ სოციალურ ქსელში და მუდმივად გაქვს აი ყველაზე რძეზე ასეთი სტატუსები. მაგრამ მაინც ვერ ავუხვალ პირველ კითხვას გვერდს. ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და აი ეს გადაღებული პროდუქტების გაიაფების თემა, როგორ ფიქრობ? მაღაზიაში დავდივართ, ბაზარში დავდივართ, შეეწყო რამეს გაიაფება? ერთი მადლობა მოწვევისთვის და ყოველთვის ამდენი მხარდაჭერა, რაც თქვენ გაქვთ წლების მანძილზე გამოხატული ქართული ძის პროდუქტების მიმართ, იშვიათია. გვარით ვიწყობს ხელს, ასე ვთქვათ, სიხარულით მოვდივარ ყოველთვის ყველა შენს დაძახებას, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან დიდი გულშემატკივარი ხარ ზოგადად კვების, ჯანმრთელი კვების და ქართული პროდუქტის. რაც შეეხება ფასებს, სიმართლე გითხრათ, ეკონომიკაში მე ვარ სრული ოროსანი. არ მესმის ეს თემა კარგად, ამიტომაც არასდროს არ გამომივიდა წარმატებული ბიზნესი, რამდენადაც კარგი მკვლევარი ვარ და რამდენადაც სხვა რაღაცა ისეთი წარმატებები მოვიდა ჩემთან ცხოვრებაში, როგორც მკვლევართან, იმდენად მე ბიზნესი არ მესმის. შესაბამისად, ვერაფერი ვერ გავიგე, როგორ შეიძლება ხელოვნურად სახელმწიფომ ჩარევით დაწიოს ფასი. მთელი 35 წელიწადია მესმის, ჩემი მიუხედავად ფინანსური აბსოლუტურად ოროსნობისა, მესმის რომ საბაზრო ეკონომიკა ბაზარი არეგულირებს და რაღაცა და ბაზარმა უნდა განსაზღვროს და კონკურენციამ უნდა განსაზღვროს და ეს კარგად დავიჯერე. არსად არ მინახავს, არ გამიგია, ვკითხულობ ბევრს, რასაკვირველია ხა ChatGPT-ზე ვარ შემდიდარი ყველანი და ვეკითხები არის სადმე პრაქტიკაში რომ ხელოვნურად რომელიმე სახელმწიფომ დაწია რაღაცაზე ფასი, თუ ეს არ არის ნავთობი და თუ ეს არ არის რაღაცა ისეთი ძალიან სერიოზული კარტელური გარიგებები. აი ხა მე ვერ წარმომიდგენი, მე ახლა მაგალითს გეტყვით, ბოლო 6 თვეა აჭარელ ოჯახთან, რომელსაც პატარა მაღაზია აქვს დიღმის მასივში, ორი ოჯახია აჭარლების, სხვა ნაცნობი არიან, მაგრამ შორიშორ არიან, მაგრამ მუბანში არის. ყიდულობ, ელგან ღირდა 75 თეთრი უკვე და ამ მეორე აჭარელმა, რომელსაც გამოვებია, ასე ვთქვათ, არა უწია 60 თეთრს არასდროს. რომ იყო 60 თეთრი გახდა მასთან, მას მე არის და არის და დღესაც მივედი სხვათა შორის არა თქვენთან წამოვიდოდი, დღესაც დამახვედრა 60 თეთრი და გავეხუმრო მეთქი. არ დაუწევ თქო და მეტი რაღა დაუწიო, ხა ერთხელაც არ ამიწევიაო. ანუ აი ესეც კი ჩემთვის გაუგებარი იმ ადამიანმა რომელიც სულ 70 დღეა არ არის მაღაზიებს შორის თუნდაც დიდ სუპერმარკეტებს შორის კონკურენციაც არ არის. იმ დღეს პრემიერმა კითხვა რომ ძალიან ბევრი სუპერმარკეტი არისო და ეს და უნდა იყოს გაზრდასო, მაგრამ რაღაც არასწორად მიმაჩნია, იმიტომ რომ იგივე სიტყვაზე ჩვენ ქალები ვართ და ალბათ უფრო მეტად ყველა ქალი მოიხმარს თმის საღებავს, ხო? მე არ მოვიხმარ კეთი ძვირფასო. ეს მეტი ახალგაზრდა მოვიხმართ ხოლმე. შედიხარ დაუშვათ აფთიაქში და ღირს კოლოსალური თანხა. იგივე პროდუქტი საღებავი დაუშვათ საბითუნო მაღაზიაში ღირს ორჯერ ნაკლები. ანუ აი კონკურენციასაც კიდევ უწევენ. თქვენ ალბათ ბოდიში ქვენობით რომ მოგმართავთ ჩვენ ახლობლები ვარ და შემიძლია შენობითაც თუ ეთერი მოგწევს ამის საშუალებას. ნახე როგორ ვექეთი მე 2 დღის წინ რატომღაც ძალიან არა თლად მოხდენილ დროს აი ამ შოუში რო რაღაცა ფასები და თელენებებ და ღელვა ოპოზიცია დასინის ხელისუფლებას როგორ ბედავდა რა ტყუილს ამბობთ აღლითობ ის ამბობს არა მართლა და აი ამ ნებათა ღელვაში ამ ფასების ომში დავწიოთ არ დავწიოთ კარგია ვის მიეკერება ვის გადაუხდის ამისთვის ამომრჩეველი მადლობას ჩვეულებრივი ასე ვთქვათ ის არის ხო ადამიანების მოხიბვის მე არ ვიტყვი მოსყიდვის მაგრამ მოხიბვის ერთ-ერთი გზა არის ფასი